მოგესალმებით ბაზიერელებო, სიყვარულით, გულით და სულით. ამაო მოგიკითხავ, მადლობა, იქ წავიკითხე მე თქვენი კომენტარი. აუცილებლად ჩამოვალთ და აუცილებლად გავიხალისებთ საქართველოშიდაც, სხვადასხვა სროლებში, თოფებში, შვილდებში და ასე შემდეგ. ეს სამომავლო დროის ამბავია. ეხლა დღეს, რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დაიხურა უკვე სეზონი ინდაურზეც, ამტვან და ყველაფერი და ისევ ვერთობით მშვიდობით, ოღონდ 60 მეტრის დისტანციაზე, 63 მეტრი, 63 იარდი, ეს წარმოადგენს 60 მეტრს. და დღეს ეხლა უნდა ვისროლოთ 60 მეტრის დისტანციაზე შვილი და ვნახოთ თუ რა შედეგს მოგვიტანს ეს დღევანდელი გასროლილი შვილი. ესე იგი ეს არის ჩემი შვილი, საუკეთესო. და ეხლა რაც შეეხება ამის მოქმედებას დავაყენოთ. ეხლა ეს გასროლებული მაქვს მე 20 მეტრის დისტანციაზე. და გავიკეთებ ჩემს GoPro-ს და უფრო კარგად ზეგი ეხლა რაც შეეხება ამას, ალბათ უყურებთ აგერ არის 20 იარდის, ამას დაატრიალებთ, კოლემატორია, დაატრიალებთ, აწევთ 25 იარდი, 30 იარდი, 35, 40, ეს მეტრებით მაქვს გასწორებული, 50 და 60 ანძილზე, ნახეთ. შემდეგ ამას დაუჭერთ, აქ მეიღებთ, აქ არის ამაში ტარაზო არის ჩაყენებული გასასწორებლად და ასე რომ კარგი სასროლია ჩემი ისრები, საუკეთესო ისრებია, კარბონის ისრები, რომელიც უძლებს ძალიან დიდ დარტყმებს და შორ მანძილზე რეკომენდირებულია ამის სროლა. ეხლა ალბათ სამიზნებელს ნიშენიას უყურებთ ალბათ და ვნახოთ, აბა გავისროლოთ და ვნახოთ რა შედეგს მოგვიტანს დღევანდელი 60 მეტრის დისტანციაზე ნასროლი. ისეთი ახლა 60 მეტრმა მოგვიტანა ასეთი რაღაცა, რომ აი ქარის მიმართულების კოლემატორს უნდა ასე იგი შიგნით შეწევა. დავატრიალოთ და 2 პოინტიდან 0.9 გადავწევ მარცხნივ, იმიტომ რომ პირველი ის არის გაფრინდა მარცხენა მხარეს. ნახოთ მეორე ის არის როგორ გაფრინდება. ეს არის ოდნავ მარჯვნივ წავიდა. იგი გამოდის, რომ ისევ ოდნავ ქარია და ცოტა უნდა წინ მიწევა. ეს შორი დისტანციაა და ამიტომ ქარის რეგულატორს უნდა გასწორებ. აი ახლა როგორც მე შევხედე უკვე საკმაოდ
კარგად გასწორებულია და ვნახოთ აბა მეორე ნასროლი როგორ შედეგს მოიტანს. მეორე ნასროლსაც არავიშავდა და ნელა ხლა ახლოვით 20-25 დღე იქნება 60 მეტრო დისტანციაზე არ მისვლია და თავიდან ჭირდება გასწორება ყოველ წუთს და ყოველ ქარის მიმართულებას. ბოლო ნასროლი ხელი ამითამაშდა და ალბათ არ ამონია რომ კარგი შედეგი იყოს. ვნახოთ ეს ბოლო რას მოგვიტანს. არა უშავს ავდოთ ჩვენი შვილი და წავიდეთ ჩვენი 60 მეტრო დისტანციაზე ნასროლის შესამოწმებლად. ვნახოთ რა შედეგი გვაქვს. მე ვიცი რომ ერთი დაახლოებით 10-იანში იყო ვითელ რადიუსში დანარჩენი მგონი რვიანებში ალბათ. აი ასეთია ჩვენი მეტროს დისტანციაზე სროლა. არ უჩივი იმიტომ რომ ეს პირველი ნასროლი იყო და მეორე ნასროლზე ალბათ უფრო